საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად გაბრაზებული ვახდები შინაგანად და ადამიანებს ვერ პატიობ იმას, რაც დამეშავეს. ნახეთ, ადამიანი არის არსება, ემოციური არსება, რომელიც ემოციურ ტრამვას, რასაც ვეძახით ტრამვას, აუცილებლად საიდანღაც აიღებს. ვიღაცისთვის ეს არის ოჯახი, ვიღაცისთვის ეს არის სამეგობრო წრე, ვიღაცისთვის ეს არის მისი გარემო, ვიღაცისთვის ნათესავი, ვიღაცისთვის არ ვიცი მეორე ნახევარი, ვისთვის ვინ, მაგრამ საიდანღაც აუცილებლად შენ შეეჩეხები იმას, რომ ვიღაცამ რაღაც სულიერად გადგინა. მაგრამ როდესაც შენ სწორი გზით იწყებ განვითარებას, მუშაობას, სწორად მუშაობ, ეს პროცესი მცირდება, არ იმატებს. თუ იმატებს, ესე იგი შენ ძალიან არასწორი გზით მიდიხარ. თუ შენი ეს შინაგანი ტკივილი არ იკლებს, არ ფერმკრთალდება, გაქრობით არ უნდა გაქრეს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შენახული შენს ფსიქიკაში როგორც მაგალითი, გაკვეთილი, მაგრამ მან უნდა დაკარგოს ის ძალა, რომ შენ გტკენდეს, შენ გაზიანებდეს. და თუ შენი მუშაობის პროცესი ამას ხელს ვერ უწყობს, ესე იგი ძალიან არასწორი გზით მიდიხარ და არასწორი გზით სიარულმა კიდევ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგიტანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაგტოვოს მსხვერპლის როლში, მსხვერპლის როლიდან ვერ გამოხვიდე და აღმოჩნდება, რომ ყველა და ყველაფერი დამნაშავეა, მარტო შენ ხარ მართალი ადამიანი და აი ესე მარტო შენ სიმართლეში გაატარო მთელი ცხოვრება ძალიან უაზროდ, ძალიან უარაფროდ და ძალიან უფუნქციოდ. მაგრამ რა ხდება, როდესაც ამას სწორი გზით აკეთებ, სწორი მიმართულებით აკეთებ? შენი ყველა წყენა კარგავს იმ ძალას, რასაც შენი დაზიანება ქვია. რჩება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტის დონეზე, როგორც ერთ-ერთი მშრალი ფაქტი და ის შენ ვეღარ გტკენს. შესაბამისად, როდესაც შენ რაღაც ვეღარ გტკენს, ის ადამიანები და მათი მნიშვნელობაც შენ ვეღარ გტკენენ. და ბოლოს მიდიხარ იქამდე, რომ შენ პირიქით მადლიერი ხდები იმ ადამიანების იმისთვის, რომ შენ დღეს აქ ხარ. თუ შენ დღეს აქ ხარ და ეს მოგწონს, მაშინ ხდები მადლიერი. მაგრამ თუ შენ დღეს აქ ხარ და ეს არ მოგწონს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა იმუშაო იმაზე, რომ მან დარიყო. და არა იმაზე, რომ სადღაც ვიღაცამ რაღაცა ბევრი გატკინა და ამისი არ გაშვება არის კატასტროფა. ყველა ადამიანს გვაქვს შინაგანი ტკივილი, წყენა, ტრამვა, არ ვიცი რაც გინდათ ის დააქვით, მაგრამ არის გზები, რითიც უნდა მოვერიოთ. თუ ამას ვერ ვაკეთებთ, უკვე ხდება ჩვენი ბრალი და ამას ჩვენ ვაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ მოცემულობაში, რეალობაში სავსეა ინტერნეტი, სავსეა, არ ვიცი, პროფესიები, რომლიდანაც შენ შეგიძლია თავს უშველო და შენ შეგიძლია სარგებელი მიიღო. და თუ შენ დღევანდელ ინფორმაციულ დროში შენს თავს ვერ შველი და არ შველი, უკვე არა იმ ტრამვების ბრალია, არამედ უკვე შენი როგორც პიროვნების დანაშაულია ის, რომ გინდა შენი შველა კიდე ვიღაცა მოახდინოს, ვიღაცა მოგიყვანოს და ეს ვიღაცა იყოს, არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი და შენ არ აკეთებ იმას, რომ მოკიდო შენს თავს ხელი და თავად ამოიყვანო, იმიტომ რომ არის რაღაცები, სადაც შენ არ გქონდა ამის საშუალება, მაგრამ არის მომენტი, როდესაც შენ შეგიძლია შენს თავს უშველო და შენი თავი ამოიყვანო იმ სიტუაციიდან, სად ყოფნაც შენ დღეს შეიძლება არ მოგწონდეს. და მით უმეტეს თუ ამაზე შენ მუშაობ და კიდევ ვერ ახერხებ, ან ძალიან დიდად არასწორად მიდიხარ, ან საერთოდ
ვერ ხვდები რა გინდა, რას ეძებ. როდესაც ადამიანმა არ იცის რა უნდა, ძალიან რთულია. ესეთი ადამიანი ყველა მიმართულებით მიდის, ყველაფერს ეხეთქება, ყველაფერს იღებს, ყველაფერს ტვინში იტანის, ყველა ინფორმაციას თავში იდებს და არ იცის რა უნდა. როდესაც არ იცი რა გინდა, შესაბამისად პრობლემაც არ გვარდება. მაგალითად არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ გაშვება იმ წყენების, რომლებიც მათ გულში აქვთ. რატომ? იმიტომ რომ არ იციან ამ წყენების გარეშე როგორ იცხოვრონ, იმიტომ რომ მათ იციან ამ წყენასთან ერთად როგორ იცხოვრონ და ამის გარეშე არ იციან როგორ იცხოვრონ. ამიტომაც როდესაც ამბობს ადამიანი, რომ მე თავს ვერ ვშველი, აქ არის ორი ვარიანტი. ან შენ არ გინდა რომ თავს უშველო, ან მართლაც ინფორმაციულად არასწორად მიდიხარ. წარმატებები ჩემო ძვირფასებო და კარგი იქნება ესეთ კითხვებს თუ კომენტარშიც დააფიქსირებთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ გავიქრა უნდათ ადამიანებს და რა სახის ვიდეო შეიძლება უფრო გამოსაყენებელი, გამოსადეგი გახდეს და არა ის, რომელიც დავუშვათ მე მომფიქრდება. წარმატებები ჩემო ძვირფასებო, დროებით.